ხალხმრავალ რუსოფელ ახალ სოფლის მოსახლეობა ჩამონგრეული ტაძრის მშენებლობის დასრულებას მოითხოვს. ტაძართან ადგილობრივები შეიკრიბნენ და მშენებლობაზე დაღუპული ორი ახალგაზრდის ოჯახს სამძიმარი ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელს კი თანადგომა გამოუცხადეს. ადგილობრივებისთვის მიუღებელია ტაძრის მშენებლობის კანონიერების საკითხის ეჭქვეშ დაყენება და მშენებლობის ხელმძღვანელის სასულიერო პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ნახეთ მზია მართალიშვილის რეპორტაჟი. პასუხისმგებლობა არანაირი არ დაეკისროს მამა მარკოსმა კვლავ ითავოს ეს ძალიან რთული საქმე და გააგრძელოს ამ ტაძრის მშენებლობა. ამ მოთხოვნით გასაჟღერებლად დღეს ახალ სოფლის მოსახლეობა მშენებარე ტაძართან შეიკრიბა. ისინი ეკლესიის მშენებლობის გაგრძელებას ითხოვენ. ადგილობრივები მშენებლობის ხელმძღვანელ დეკანოს მარკოს ბექაიას მხარდაჭერას, გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს კი სამძიმარს უცხადებენ. მთელი სოფელი გლოვობს ამ ამბავს. ძალიან ცუდი და არ გვეშინავთ მაგალითად ჩვენ ამიტომ ჩვენ გული ვწდება რომ სათანადო პატივი იმ ბიჭებს ვერ ვცემდით ნახევარჯერ მწურვალე უფასოდ აგენი შრომობდნენ ახანი აი ამას შევწდება გული ამავე დროს რა მოხდება ამის შემდეგ ამაზე ძალიან გული შევტკივა ჩვენ მამა მარკოს ჩვენ ვფიქრობთ რომ უნდა მოეხსნას ყველანაირი პასუხისმგებლობა ის არის ძალიან კეთილი წმინდა სულის ადამიანი და ძალიან საშინელი ტრაგედია მოხდა ჩვენი სოფლისთვის უსამძიმრებთ დაღუპული ბიჭების ოჯახის წევრებს აქციის მონაწილეები ირწმუნებიან რომ მშენებლობა უკანონოდ არ მიმდინარეობდა და ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებიც ფლობდა. არაფერი არ ყოფილა უკანონო. ეს იყო ეკონომიკის სამინისტროც იყო საქმის კურსში, რაიონული გამგეობას და ყველას და საეპისკოპოსს ასე რომ უკანონოდ ამ ხელა მშენებლობას ვერავინ დაიწყებდა. იყო ჩვენი მოსახლეობის სურვილი აშენებულიყო ამ ტერიტორიაზე ტაძარი. დარწმუნებული ვარ რომ იქნება წერილობითი დოკუმენტაცია გაფორმებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან იქნებოდა რაიმე ესე იგი აკრძალვითი ღონისძიებები. ეგეთი არ ყოფილა. ხელმა რაიონმა ეს იცის, რითის საკრებულოს გამგეობა. ყველა მიცოდა და თუ პასუხისმგებლობა, მაშინ ყველა უნდა ვაგოთ პასუხი. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში გაკეთებული განცხადებებით ირკვევა რომ მშენებლობის ნებართვა გამგეობას არ გაუწია. საპატრიარქოს საქმეში თავისთავად ვერ ჩავერევით ჩვენ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ასეთი მშენებლობის დროს აუცილებელია პროექტი, აუცილებელია ნებართვა, აუცილებელია ასე ვთქვათ ამ ტექნიკური მხარეების მოგვარება და აუცილებელია რომ სპეციალისტმა აშენოს. გამოძიება მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. მოკვლევას აწარმოებს საპატრიარქოს კომისია. 7 მაისს მშენებარე ტაძრის გუმბათის ჩამონგრევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეისათვის დამაკმაყოფილებელია.